მნიშვნელოვანი თემით ვარ წარმოდგენილი დღეს გადაცემაში ვსაუბრობთ თვითონ მეგობრებო ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე არასრულწლოვანებში ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარების ზრდაზე და მის მავნე ზემოქმედებაზე ჯანმრთელობაზე ბუნებრივი სამწუხაროდ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი პროდუქტების გამოყენება როგორიცაა სახიჭი თამბაქო, ნიკოტინის ბალიშები და ელექტროსიგარეტი. ძალიან ხშირად ისინი აღიქმება როგორც თითქოს და უნებელი ალტერნატივა, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია და აი ამ საკითხზე დეტალურად სასაუბრო დღეს ჩვენ სტუდიაში ყავს პულმონოლოგი ელენე ხურციძე, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ და დილამშვიდობის პირველ რიგში მადლობა რომ ამ მნიშვნელოვან თემაზე ხართ ჩვენთან სტუმრად და მინდა ზოგადად პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი იწყებს არასრულწლოვანი განსაკუთრებით ამის მოხმარებას და რამდენად სერიოზულ ზიანს აყენებს ეს მათ ორგანიზმს და ჯანმრთელობას პირველ რიგში. თითქოს და უნებელი, ხო? აი ტრენდულიც კი არის. ყველამ ვიცით როგორ რაღაც ნელ-ნელა შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. ფერად-ფერადი გემოებით. თითქოს და ხო, ალტერნატივად შემოვიდა, მაგრამ სულ სხვა თაობაში დაიმკვიდრა ადგილი სამწუხაროდ და შეუმჩნეველია ეს ყველაფერი, არ არის მარტივად შესამჩნევი. ძალიან მავნეა ნებისმიერი ასაკისთვის, არ არის ალტერნატივა თამბაქოს გამოყენების ჩანაცვლების და მნიშვნელოვანია რომ ამაზე ხშირად ვისაუბროთ და გავაგრძელოთ საუბარი. ამიტომ დიდი მადლობა რომ ამ თემას დრო დავუთმეთ კიდევ ერთხელ და დარწმუნებული ვარ მომავალშიც განაგრძოთ. რა იკვეთება? თინეიჯერებში ბოლოს ჩატარებული კვლევით, რომელიც 2024 წელს ჩატარდა, ეს გახლავთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ორგანიზებული, გამოვლინდა, რომ 13-დან 19 წლამდე ყველაზე მზარდია სტატისტიკა ამ პროდუქტების გამოყენების და რა თქმა უნდა, მას მოსდევს თავისი საზიანო ეფექტებიც, რომლებიც ჩაშლილია როგორც მენტალური ჯანმრთელობის, ასევე რა თქმა უნდა, ფილტვების და კარდიოვასკულური დაავადებების. ეს პირველ რიგში ჩვენ გვაქვს მცირე კვლევები ჩატარებული, რომლებიც ინდუსტრიისგან არის თავისუფალი, ანუ ისეთი კვლევები, რომელსაც არ აფინანსებს თამბაქოს ინდუსტრია. შესაბამისად, თუ აფინანსებს თამბაქოს ინდუსტრია, რა თქმა უნდა, ის ითვლება, რომ მას ესე გავლენა მოხდა და შესაბამისად ყოველდღიურ პრაქტიკაში მას სხვა ინტერესებიც გატარდა მასში დიახ. ამიტომ მტკიცებულებების დონე ჯერჯერობით არის დაბალი, თუმცა მაინც შემაშფოთებელია, იმიტომ რომ ახალგაზრდებში მზარდი სტატისტიკა არის ძირითადად თამბაქოს, ელექტრონული თამბაქოს ან ნიკოტინის ბალიშების ხარჯზე, რომელიც მეორე პროდუქტია ელექტრონული თამბაქოს შემდეგ. და რა თქმა უნდა, გაჩნდა ახალი დაავადებებიც, როგორც მოზარდობის ასაკში, ასევე დასრულ ასაკშიც და ეს ახალი დაავადებების ნაწილის მკურნალობა ვიცით, ნაწილის მკურნალობა არ ვიცით, ან დიაგნოსტიკაში გვაქვს პრობლემები. ამიტომ და რა არის ახალი დაავადებები? აი, ერთ-ერთი ფართედ გავრცელებული, რომელსაც ვისაუბრეთ, იყო პოპკორნის ფილტვები, პოპკორნის ფილტვები ეს არის დანამატი, რომელიც არის დიაცეტილი, იყენებენ პოპკორნში გემოს, აი კარაქის და განსხვავებული გემო, ემულგატორი, დანამატი არის პოპკორნის. საკვე პროდუქტებში ამხლაზიანი არ მოაქვს, თუმცა როდესაც ის შესასუნთქი ფორმით არის, თან გახურებული მაღალ ტემპერატურაზე, იწვევს ბრონქიოლიტს, ანუ იშვიათ ფილტვის დაავადებას და მუდმივ შეუქცევას. ანუ როდესაც დაზიანდება ეს გააჩნია რა არის ზიანდება, ის შეუქცევადია და ანუ თუ არის ასაკი ან შესაბამისი თქვათ ხელმისაწვდომობაში ფილტვის გადანერგვამდე მიდის საქმე, ან თქვათ შესაძლებელია რომ უბრალოდ შეუქცევადი დაზიანებით რა თქმა უნდა შეზღუდული უნარებით ფილტვის უკმარისობა. ეს არის შესასუნთქები, ხო? დიახ. აი საღეჭი და ეს ბალიშები, რომელზეც არის საუბარი, ამათი ეს რაღაც მათს მეორე მხარე. მეორე მხარეება რა შეიძლება? დიახ, პირველ რიგში შეიცავენ გაცილებით მაღალი დოზით ნიკოტინს, ვიდრე სხვა პროდუქტები. შესაბამისად, მაღალი დოზის ნიკოტინის უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, ისეთი არ არის, როგორც სხვა პროდუქტებში, ხო? გარდა ამისა, დამოკიდებულება გაცილებით სწრაფია და ბევრად უფრო მიჯაჭვულია, მძაფრია და რა თქმა უნდა, ისინი შეიცავენ დანამატებს, რომლებიც
აზიანებენ არა მხოლოდ ფილტვს და რესპირატორულ სისტემას, არამედ სხვა სისტემებსაც. უბრალოდ აქაც ყველაზე ნაკლები მტკიცებულება ნიკოტინის ბალიშებისთვის არსებობს, თუმცა ბოლო მოსაზრებით ასევე მცირე მასშტაბის კვლევით ნიკოტინი ისედაც აზიანებს ფილტვებს, განსაკუთრებით აზიანებს ბრონქების ნაწილს და არის თქვათ მოსაზრება ძალიან მაღალი მიუხედავად იმისა, რომ ის არის საღეჭი ფორმით, შესაძლებელია განავითაროს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, თუმცა ამას კიდევ მეტი მტკიცებულებები სჭირდება, რომელიც თავისუფალი იქნება ინდუსტრიის. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას ნიკოტინ დამოკიდებული ადამიანები არ აკეთებენ. ამ თამბაქოს დამოკიდებული ადამიანები არ აკეთებენ, ეს ტრენდული გახდა თინეიჯერებში. და გარკვეულწილად რაღაცა მოწონთ აი ეს მდგომარეობა, რომ რაღაც ახალი შემოვიდა და ამის დაგემოვნება და წამხედურობა მე უყავს ამ ბავშვებს. დიახ. ნიკოტინის მოთხოვნილების გამო არ არის ამ ალტერნატივის გაჩენა, ეს უბრალოდ პირველადი წყაროდ შეიძლება აღმოჩნდეს ხო მოზარდისთვის. აი პირდაპირ სახშიც თითქოს ლეგალური გახდა. და ამას არა დაუშვათ ადრე ხო აი რაღაც სურნელზე შეიძლება მშობელი მივხვდა. ამას არა. ანუ ის დანამატები აქვს, ამიტომ მშობ განსხვავებული სუნი, კარგი სუნი. ხო, ანუ მშობელი ვერ მიხვდება საღეჭი რეზინის არის თუ რამე. კარგი სუნი აქვს, ანუ ნებისმიერ ამ პროდუქტს აქვს. ნებისმიერ ასეთ პროდუქტს ელექტრონული თამბაქოს ან მსგავს საღეჭ პროდუქტებსაც მათ შორის აქვს ძალიან კარგი სუნი, ამიტომ ყურადღებას იპყრობენ სუნით. ვეიფერებს აქვთ ასევე სხვადასხვა ფერები, ხომ? ანუ სიგარეტებს, არომატები. აი ამ ფერებით და მარკეტინგულად სწორად გათვლილი სხვადასხვა პროცესებით მარტივი არის, რა თქმა უნდა, 13-დან 19 წლამდე ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართვა ამ პროდუქტების გამოყენებაში, თუმცა უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობელი რას ფორმას რომ ისცემ ალბათ ხო, ის არის უფრო რაღაცა. თითქოს უფრო მარტივი ვერსია. საღეჭი თამბაქო აქამდეც არსებობდა, თუმცა ეხლა უფრო კიდევ სხვა ფორმები შეიძინა და ახალი ბალიშებია გრძილზე მისაწებებელი, პირდაპირ იწებებ და ნიკოტინის ბალიშები. ზუსტად ეგ მინდა ვიკითხო. ჩვენ ახლა ხო ფოტოებითაც არის ხო დატანილი ეს თვითონ თამბაქო, როდესაც იყიდება. საყლაპავის ხო პირის ხრუს ლორწოვანის სხვადასხვა ცუდი განვითარების რისკია. აი ბალიშები, რომელიც უშუალოდ მართლა ლორწოვანზე ეწებება და რაღაც ვადით ყონდება იქ. რაღაცა მე მისდის იმის ალბათობას, რომ შეიძლება კიდევ უფრო მავნებელი იყოს და ლორწოვანი კიდევ უფრო სწრაფად დაასიანოს. რა თქმა უნდა, პირიქით ესეთი ხდება, არ არის მინიშნება გაკეთებული, რომ ამდენად საზიანო პირიქით მარკეტინგულად კარგად შეფუთულია ვაბიხსნეს. ნიკოტინის ბალიში არის თეთრი ფორმის ბალიშს გავს და ნამდვილად ესე კბილზე მისადებია და რა თქმა უნდა პირის ხრუს პირველ რიგში აზიანებს და ონკოლოგიური დაზიანებების გამოწვევაც შეუძლია, თუმცა აქაც კიდევ უნდა გაგრძელდეს კვლევები, რომ ეს საბოლოოდ დაადასტურდეს და საღეჭი თამბაქოს შესახებ ბევრად მეტი ინფორმაცია, ის უშუალოდ საღეჭი თამბაქოა, მას ფერი ცოტათი განსხვავებული აქვს და იქ მეტი მტკიცებულება გვაქვს, რომ იწვევს პირის ხრუს, ასევე ზედა სასუნთქისების საყლაპავის და სასუნთქისების ზედა ნაწილის დაზიანებას, მათ შორის ონკოლოგიურ დაზიანებას, ანუ ენის კიბოს რისკიც ძალიან მაღალია. ეს რომელში უკაცრავად? საღეჭ თამბაქოზე უკვე არსებობს ეს მტკიცებულებები, რაც შეეხება ნიკოტინის ბალიშებს, ეს არის ახალი პროდუქტი და მას სჭირდება მტკიცებულებების მაღალი დონე, თუმცა რითი უნდა ლოგიკურად შეგვიძლია მივიღოთ. რითი უნდა მიხვდეს მშობლისთვის ბერკეტი რა არის ესე დროს. რითი უნდა განვასხვაო? ანუ ეს ასაკობრივი კატეგორია 13-დან 19-მდე, ნუ ზედა 17-ის ემოთ უკვე ბევრად უფრო ჩამოყალიბებული, დასრულია ხო 18 წლის ადამიანი. თუმცა 25 წლამდე ექსპერიმენტება არ მოდის ელენე. დიახ, ამიტომ არსებობს რეკომენდაცია, რომ შეზღუდონ 25 წლამდე თქვა თამბაქოს ყიდვა, ხო? ანუ თუ ეს განხორციელდება მასიურად ყველა ქვეყანაში და ჩვენ ქვეყანაშიც იქნება ძალიან კარგი, რაც შეეხება გააზრებულად აირჩევს ან არ აირჩევს ამას. გააზრებულად რა არის რეალური ალტერნატივა გულისხმობ, რომ ეს რა თქმა უნდა ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ზოგისთვის აღართულია, იმიტომ რომ დამოკიდებულებამდე როდესაც მიდის საქმე, მაგრამ რა შეგვიძლია შევთავაზოთ ადამიანებს მით უმეტეს, როცა მოზარდებზეა საუბარი,
რაღაც რეალურ ალტერნატივად. იცით როგორ არის თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება რეკომენდირებულია რომ შეწყდეს იმავდროულად და მისი ალტერნატივები გამოხშირვით, გამოკლებით და ჩანაცვლებით, ხო? ანუ არც თითოეული ღერი, ერთი ღერი იქნება, ორი ღერი, 10 ღერი, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ან თამბაქოს მოწევა, არის თამბაქოს მოწევა, ერთ მოწევ თუ 10 ღერს მოწევ, რა თქმა უნდა, ეს ითვლება, რომ თამბაქოს ეწევი და მავნებელია, რაც შეეხება შეკითხვას, როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი იყენებს აი ამ ელექტრონულ პროდუქტებს. პირველ რიგში ეს არის ესეთი კარგი მკვეთრი სუნი, ასევე არის გაღიზიანებადობა მარტივად. შეიძლება იყოს ასევე ცხვირიდან სისხლდენის ეპიზოდებიც, ხველა რა თქმა უნდა, აი ესეთი ხველა, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ უფრო მწეველებს უნდა გქონდეთ, ხო ესეთი მაინც არსებობს. სხვანაირი ხველა აღქმული საზოგადოების მიერ. გარდა ამისა არსებობს თუ სახლში არის დამატებითი USB ან დამტენები, რომლებიც გაჩნდება აუცილებლად. და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პროდუქტები იწვევს მასე უკვე არსებობს მტკიცებულებები დეპრესიის და შფოთვის სერიოზულ გამოვლინებებს. მოზარდში ისედაც არის, ხო. მიდრეკილება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით. ზედმეტი ყურადღება და ჩართულობა. ჩართულობა. ვიყოთ ყურადღება. დიდი მადლობა. ძალიან მადლობა.